რაც შეეხება სასჯელ აღსრულების დაწესებულებას. ჩვენ გვსმენია ძალიან ბევრი ადამიანისგან, ისეთებისგან, ვინც შედიოდნენ, ხედავდნენ საკუთარი თვალით და შემდეგ გამოდიოდნენ და მას გვიყვებოდნენ. უშუალოდ თქვენი თვალით დანახული პენიტენციური სისტემა. როგორი? საკუთარ თავზე გაქვთ ეს ყველაფერი გამოცდილი და თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ. ეს იყო საშინელება. ერთი სიტყვით თუ შეიძლება აღიწეროს, რაც შეეხება კონკრეტიკას, მე არა მარტო როგორც პატიმარი ვაკვირდებოდი ამას ყველაფერს. ერთგვარად სამართლებრივ შეფასებასაც ვუკეთებდი, იმიტომ რომ ეს იყო ასეთი რამ არც სასამართლო განაჩენებში წამიკითხავს, არც პოლიტიკური პროცესების ისტორიაში და არც სამართლის ისტორიაში, საერთოდ სასჯელის ზომების სახეები, დრაკონული მეთოდების, ადამიანის ხის ტოტებით გახლეჩვის ჩათვლით გამიგია და წამიკითხავს, მაგრამ ის რაც სააკაშვილის პენიტენციარულ სისტემაში ხდებოდა ბუნტის შემდგომ პერიოდში, ასეთი რამ არც გამიგია და არც ვინმეს მოუყოლი. რა ხდებოდა? ეს ხდებოდა, ეს იყო დაფუძნებული მონურ მორჩილებაზე სისტემა, რომელიც მიზანმიმართული იყო ადამიანის განადგურებაზე, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაზე, ცემაზე სიკვდილამდე და თუ კი ვინმე გარდაიცვლებოდა და მოკვდებოდა, იმ გარდაცვლის ორგანოებს ამოიღებდნენ და სანაცვლოდ ფილტვის, გულის, ტვინის და ასე შემდეგ ჩაალაგებდნენ აგურებს, იაშიკის ხის ყუთის ნატეხებს, იატაკის ძველ ჭუჭყიან ნაჭრებს, გაავსებდნენ გვამს ორგანოების მაგივრად სხვადასხვა ნივთებით, უხეშად გაკერავდნენ, გადააფარებდნენ სუდარას და ისე მიუგდებდნენ ჭირის უფალს. ამას აკეთებდნენ ზოგიერთ შემთხვევაში იმისთვის, რომ საექსპერტოდ შესაძლო ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩაეტარებინა ვინმეს, იმიტომ რომ სიკვდილის მიზეზი რო დაედგინათ. ახმოურდებოდა ესა თუ ის საკითხი, ან მეორეს მხრივ დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო გადარჩენილი ორგანოებით ვაჭრობით აწყობილი სისტემა, როდესაც ამას ყველაფერს კონტეინერებში, სპეციალურ კონტეინერებში ალაგებდნენ და უშვებდნენ. რამდენი კაცი კვდებოდა, რამდენი მოკვდა, რამდენი გადარჩა, რამდენი სად გაიყვანეს და გამოიყვანეს, დღემდე არ არსებობს ამის სტატისტიკა. ამის მომკითხავიც არ არსებობს სამწუხაროდ. ეს ყველაფერი, რასაც გვიყვებით, უშუალოდ თქვენს თვალწინ ხდებოდა თუ აი თქვენ საიდან იღებდით ამ ინფორმაციას? ჩვენს თვალწინ და იმ კაცსაც აქვს უშუალოდ მონაყოლი. როდესაც მორგთან ვიდექით მაგალითად რეზბანიცის შენობაში და გულს შემატკივრობდით ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, არ მინდა ეხა ისე ახსენო გავუხსნა, ასე ვთქვათ, ჭრილობები იმ ოჯახს ამ მოგონებებით გვარს ამიტომ არ ვამბობ, ერთი პატიოსანი გამგებლის ოჯახს ვთხოვეთ უბრალოდ აი ამ პატიმარს, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებდა. ვთხოვეთ, რომ რამდენიმე კოლოფი სიგარეტის სანაცვლოდ ეს არ ჩაედინა და გაჭრა ჩვენმა თხოვნა. ჩვენმა ქრთამაც გაჭრა იმ რამდენიმე კოლოფმა სიგარეტმა და გვამი, ასე ვთქვათ, უბნებლად იქნა გარეთ. აი ამ ციხეში არსებული მდგომარეობის გამო უნდა შედგეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს ეს. იმის გამო მარტო რომ საქართველოში ასეთი რამის რეციდივის თეორიული შესაძლებლობაც კი გამოირიცხოს. ეს იყო გაცილებით მეტი საშინელება, ვიდრე ეს გუანტანამოში შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს. და რაც შეეხება უშუალოდ თქვენ საკითხს, ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, სადაც არის აღბეჭდილი თუ როგორ არა ადამიანურად გეპყრობოდნენ და რა წამებაც გადაიტანით. ვისი ბრძანებით ხდებოდა ეს ყველაფერი და ვინ იყო ამის შემსრულებელი? თუ გაქვთ გამორკვეული. შემსრულებლები, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, იმიტომ რომ გადაფარებული მქონდა
როგორც გითხარით ნაჭერი, მაგრამ იქვე ძალიან კარგად ვარჩევდი ადეიშვილის, გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგარაშვილის ხმებს. ამ დროს ეტყობას მენა უფრო გამძაფრებული აქვს ადამიანი. ეხლა გამოდის ეს ლუსინდისო გრიგალაშვილი. მარტო ამ საქმის და კიდევ მრავალი საქმის გამო, ფალსიფიცირების გამო დასასჯელი ადამიანი და დაისჯება ის კიდევ გაძლევთ პირობას. გამოდის და იძახის რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდიო, იგივე ბრალდებას დავწერდი. მას შემდეგ რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გამოიტანა ვერდიქტი რომ დაკავებაც უკანონო იყო, პატიმრობაც და მთელი სასამართლოც.